მშვიდობა ნამდვილად ყველას სურს უკრაინაში, რომ დამყარდეს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა და მშვიდობის დამყარება სჭირდება პირველ რიგში მზაობა პუტინის რეჟიმის, რომ ეს ომი შეწყდეს. ამიტომ რა ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მესამე მხრიდან, ასე ვთქვათ, მშვიდობის მყოფელების სურველებისგან თუ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ფაქტი არის, რომ პუტინის რეჟიმისგან ჩვენ არ გვაქვს დღეს არანაირი ინდიკაცია, რომ ის აპირებს ამ ომის შეჩერებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საბოლოო ჯამში მშვიდობის დამყარება მოითხოვს ეფექტიან ზეწოლას რუსეთზე და ჩვენ უნდა დაველოდოთ და შევხედოთ რუსეთს რა რეაქცია ექნება აი ამ ცდილობაზე, რომ ომი დასრულდეს, რაც შეიძლება სწრაფად. ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ძროებს რუსეთის პოზიციაში ამ საკითხზე.